საქართველოში ცივი იარაღით ბრძოლის ტრადიციების შესახებ წინა გადაცემებში ნაწილობრივ უკვე მოგახსენით. ამჯერად კი მცირე ზომის საჭრელ საკვეთელი იარაღზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მაშასე ხანჯალი ანუ სატევარი, როგორც მას სულხან-საბა მოიხსენიებს, ჩვენში უხსოვარი დროიდან პრაქტიკულად ფორმის უცვლელად შემორჩა. ჭარმაგ მოხუცებს დღესაც ახსოვთ ამ ვაშკაცური იარაღით ბრძოლის ილეთები და საწვრთნელი სისტემები. ოდესღაც ყველა ცნობილ გვარს გააჩნდა თავისი ილეთთა კომპლექსი და სატევრით ბრძოლის ხელწერა, მაგრამ დროის უკუღმართობის და ქართველთა წინ დაუხედავი ხასიათის გამო მრავალი საგვარეულო სკოლა თუ სისტემა დავიწყებას მიეცა. დღეისათვის ჩვენი მრავალწლიანი ძიების შედეგად მოხერხდა მხოლოდ 10-მდე კუთხური სპეციფიური სკოლის მოკვლევა, რომლებშიც ცედიან როგორც კომბინირებული ბრძოლის ხერხები, მაგალითად ხანჯლით და ქუდით, ხანჯლით და კომბლით ან ორი ხანჯლით, ისე თვალახვეული ბრძოლის სკოლები. სვანური ზურგს უკან დამალული სატევრებით შერკინების კუთხური სისტემები, ხანჯლის ან ხანჯლების ტრიალის და ბრუნების მეთოდები და სხვა. დღევანდელ გადაცემაში მხოლოდ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ, მაგრამ სანამ ამ სკოლების აღწერა შეუდგებოდეთ, ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო კავკასიაში არსებულ ხანჯლის ტიპებს და მათ განმასხვავებელ ნიშნებს. ხანჯალი თავისი ფორმის, ღარის სახეობების, ლითონის ხარისხის ან ოსტატის დამღის მიხედვით გარკვეულ სახელს ატარებდა. ამ ნიშნების მიხედვით არსებობდა ეგრეთ წოდებული ქისტური, დაღესტნური, ლეკური და ქართული ხანჯლის ტიპები. ჩრდილოეთ კავკასიაში დამზადებული სატევრებისათვის დამახასიათებელია შედარებით ვიწრო, კაფიოდ წამახვილებული საჩხლეტი წვერით გამოყვანილი ხანჯლები. ასეთი წვეტი საჭირო გახლდათ ჯაჭვის პერანგის რგოლების უფრო იოლად გარღვევისათვის. როგორც წესი, მეტი წილი ქისტური ხანჯლების აქ ხდება ცერღარა, ანუ სატევრის ორივე მხრიდან აცდენილ ჭრილზე გამოყვანილი ღარინით. მაგრამ არსებობდა სხვა ტიპის სატევრებიც. ამ რეგიონისათვის ოდითგანვე დამახასიათებელი იყო ჭედვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელთა წყალობით მთამ შეისის ხორცა ყველა ის საუკეთესო მიგნება ამ სფეროში, რასაც კი სხვადასხვა ომებში ეზიარა. ქართული ტიპის ხანჯლებისათვის დამახასიათებელია სამღარა, მცირედ წაკონისებული პირები. ისინი გამოირჩევიან როგორც პირების მოყვანილობით, ისე მცენარეული ორნამენტის, ანუ ნახჭის სიმდიდრით ქარქაშზე, სადაც დახვეწილი სევადით და ვადატარის ფორმით. სატევრების ტიპების აღწერისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ იარაღს თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ან დამკვეთი სურვილის მიხედვით ოსტატის სხვადასხვა თვისებების მისაცემად წყალში წრთობას ცვლიდა სხვა მეთოდებით. მაღალი სისალის იარაღი ხშირად ბრძოლაში შედარებითი სიმყიფის გამო პატრონს ღალატობდა. ამიტომ ზოგიერთი მეომარი ჰაერზე ნაწრთობ იარაღს აძლევდა უპირატესობას. ეს არის გაკეთებული კავკასიაში თავისი დამღის პირებს შესაბამისი დამღავს სკოლის ერთ-ერთი. ამას კი ესეთი ქისტეთში იყო უფრო მეტად გავრცელებული და დაღესტან ჩეჩნეთში. რბილი ტიპის ხანჯალი. ნუ ეხლა კრივ მეტალს ახასიათებს ბუნებრივია თავის სიმტკიცე, მაგრამ თავის ესე იგი, დეფორმაციის დროს შეიძლება მოხდეს ამის გატყნობა. აი ამ შემთხვევაში ხო ხანჯალი ესე იგი ფოლადი არის, რომელიც ილესება ძალიან ის აქტიურად და ესე აი დეფორმაციას იღებს ჩვეულებრივად, მაინც არის ამის წუნი. მართალია ასეთი სატევარი არ გამოირჩეოდა შესაშური სისალით, მაგრამ სამაგიეროდ იგი ყოველთვის მთელი, მუდამ სამსახურში ედგა პატრონს. საქართველოში როგორც ყველა იარაღს სატევარსაც ჰქონდა რამდენიმე სახე, ეგრეთ წოდებული სააღლუმო, სადღესასწაულო, სამგლოვიარო, ანუ ზარში წასასვლელი და საბრძოლო. უკანასკნელი ალბათ ყველასათვის გასაგებია, რომ ნაკლებად მორთული, აქცენტირებულად კარგი ფოლადის უნდა ყოფილიყო. მე-19 საუკუნის მიწურულს საქართველოში საკმაოდ ცნობილი მეიარაღე ოსტატთა ჯგუფები მუშაობდნენ. მათ შორის ელიზბარაშვილების გვარი, ჯიქიები, ფიფია, ზაგანია და სხვანი. ჩვენს ხელთ არსებული სარიტუალო ხანჯალი ზუსტად ამ პერიოდის აგახლავდა იგი ნათელი ნიმუშია ქართული ოქრომჭედურობის, საიარაღო ჭედვის და მაღალი მხატვრული გემოვნების ურთიერთშერწყმის. ძალზე ძნელია ერთ გადაცემაში ამომწურავად გააკეთო ხანჯლის ტიპების სრული კლასიფიკაცია, რადგან ყველა ოსტატს მუდამ უწევდა პირადი შეხედულებების და დამკვეთის სურვილების შერწყმა. ამას გარდა ყველა ისტორიულ პერიოდს მოჰქონდა ახალი, რაღაც თავისი. ესეც წარუშლელ დახს ასვამდა მომდევნო თაობის ოსტატთან ნახელავს. რაც შეეხება თვითონ ხანჯლის ფლობას და ბრძოლის ტექნიკას, ალბათ უპრიანი იქნებოდა საუბარი საქართველოს დასავლეთიდან დაგვეწყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეგიონში კიდევაა შემონახული სატევრებით ბრძოლის რამდენიმე სისტემა, როგორც ერთი, ისე ორი სატევრით ბრძოლისა, მაგრამ სკოლის სპეციფიურობის გამო თქვენს ყურადღებას ამჯერად თვალახეულთა ხანჯლაობაზე, ხინდგირიაზე შევაჩერებთ. არზაპან შენი ჭირიმე ნუიზა. ამიხვიეთ თვალები. აუხვიეთ თვალები. ხინდგირია როგორც წესი უხუცესთა თანდასწრებით ან თემის წარმომადგენლების თვალწინ იმართებოდა. ეს გარანტია იყო ურთულესი დუელის ტიპის ორთაბრძოლის წესების დაცვის ჩატარებისა. თეთრი ყაბალახი თვალისახვევა შეიძლება მთა. აბა. მიდი. მიდი ჩა. მოიცა. უკან. მიდი. ეფიჩო. სამეგრელოში დღესაც ახსოვთ, როგორც ამ სისტემის მოსამზადებელი საწვრთნელი ვარჯიშების სეფურები, ისე როკოები და სხვა სპეციფიური ხასიათის მოსამზადებელი რიტუალები. თვალახეული ბრძოლის სისტემა მეომარში მოწინააღმდეგის გუმანის ყურით გაკონტროლების უნარს და დისტანციის სახარბიელო გრძნობას ანვითარებს. თვალახეული ცივი იარაღით ბრძოლა, ისევე როგორც ხელჩართული მოითხოვს მაქსიმალური ყურადღების, ნებისყოფის და იარაღის ფლობის ოსტატობას. ასეთი რთული სისტემა უცხო არ იყო საქართველოს სხვა რეგიონებისათვის, მაგალითად ხევსურთათვის, სადაც ზემოთ ხსენებულ დანიშნულების ვარჯიშებს, როგორც აუცილებელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წვრთნას, ბავშვობიდანვე გადიოდნენ. ხინდგირიაში ჩვენის აზრით ყველაზე საყურადღებო და ფასეული ზუსტად ის შემორჩენილი მოსამზადებელი ვარჯიშები იყო, რომლებიც გამიზნული იყო ჩვეულებრივი ბავშვისაგან ჩამოეყალიბებინა ერთგვარი უნივერსალური მეომარი. წვრთნა იწყებოდა ბავშვობიდანვე. ყოველ ჩვენთაგან სახსოვს დამალობანა, დახუჭობანა, გაშეშობანა და სხვა საბავშვო თამაშები. ეს სისტემები მოწოდებული იყო მოზარდში თამაშ-თამაშ დაემკვიდრებინა თვალახეული ორიენტაცია, გადაადგილება, სმენის ვარჯიშები. შემდგომ ეს ყოველივე რთულდებოდა საჩვევი ხის იარაღით დისტანციის გრძნობაზე ვარჯიშებით, იარაღის დინამიკის და მოწინააღმდეგის გადაადგილების გაკონტროლებაზე. ხშირად ამოცანას ართულებდნენ ერთი ან ორივე კიდურის დაბმით, ასკინკილის დგომში შეტევების მოგერიების წონასწორობაზე და კოორდინაციაზე ვარჯიშებით. შემდგომში თვალხილულად შეძენილ ყველა თვისებას აპრობირებას უკეთებდნენ თვალდახუჭული ან თვალახვეული. ასეთ ვარჯიშებში აქცენტი კეთდება შეგირდის მიერ შემტევი იარაღის გრძნობაზე, მოგერიების ტექნიკურად სწორ შესრულებაზე, გადაადგილებაზე და რაც მთავარია, შემტევი მოწინააღმდეგის ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე, რაც კონტრშეტევის აუცილებელი პირობაა. საწვრთნელ ვარჯიშებში მაქსიმალურად არის გათვლილი ყველა შესაძლო შემთხვევა, რაც კი რეალური ბრძოლის დროს შეიძლება თავს დაატყდეს მომავალ მეომარს. ასე იარაღით იარაღზე მუშაობის თვალახეული ჩვევის გარდა არსებობს ერთურთის მოიერიში ხელზე ჩავლების და ისე ბრძოლის თვალახეული ვარიანტი, რომელიც ასევე ბრძოლის რეალურობიდან გამომდინარე, მართალია ჯერ ისწავლება საჩვევი იარაღით, მაგრამ შემდგომ საბრძოლოდ იცვლება. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სახის ვარჯიშები, რაც ხის იარაღით ისწავლება, შეგირდების დაოსტატების შემდგომ საბრძოლოდ იცვლება. ასეთი ტიპის ვარჯიშები თავისთავად უკვე ძალიან კარგი შესამზადებელი ბაზაა არა მარტო ხინდგირიასათვის, არამედ ხანჯლაობის სხვა სკოლებისთვისაც სამეგრელოში, რომლებზეც შემდგომ გადაცემებში გვექნება საუბარი.
ხინტკირია ძალზედ რთული და სახეობრივად იდუმალების მომცველი სისტემა გახლავთ, რომლის შესრულებისთვისაც უდაოდ კარგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების გარდა კიდევ მესამე აუცილებელი კომპონენტი არის საჭირო, რასაც გუმანის ყურს დღევანდელი ენით მე-6 გრძნობას უძახიან. ამის შესახებ ჩვენ შეგნებულად არაფერს ვიტყვით, რამე თუ ყოველ სისტემას თავისი საიდუმლო გააჩნია. თუმცა ზემოთქმულის მიუხედავად თქვენ ყურადღებას რამდენიმე ფსიქოლოგიურ მომენტზე მაინც გავამახვილებთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ თვალახეულ მდგომარეობაში ადამიანი კარგავს მის მიერ მიღებული ინფორმაციის თითქმის 88%-ს, რაც მას პრაქტიკულად უსუსურს ხდის. გამოუცდელი მეომრები თავიანთი იარაღის მოწინააღმდეგისაკენ წვერმიშერით დაჭერის დროსაც კი მხოლოდ შეტევის ზონის ნახევარს აკონტროლებენ. ანუ თუ მოწინააღმდეგე შედარებით გამოცდილია და მიწის გრძნობა გააჩნია, ჭიბს ქვევით შეტევის შემთხვევაში მტერს არა მარტო დაამარცხებს, არამედ თავადაც უვნებელი დარჩება. ამიტომ პაექრობის დაწყებიდანვე მიზანშეწონილია მინიმალური მოძრაობა, რათა არ შეიქმნას გადაადგილების ხმაური, რითაც მეომარი თავის სამყოფელს გასცემს. წონაც და ტანიც დაბლა დაშვებული უნდა იყოს, რათა ზედა ზონაში მოწინააღმდეგის ხანჯლის წვერის მოძრაობისაგან დაზღვეული ვიყოთ. შევეცადოთ სატყუ არა ხმაურის შექმნას იარაღით ან ფეხებით, რათა თავდასხმელი ვაცდუნოთ, რომ პირველმა გააკეთოს სვლა, რითაც იგი გაიყიდება. შეტევის შემთხვევაში შევეცადოთ სწრაფი უკან დახევა მოვახდინოთ, რათა სასიკვდილო დაჭრილის საბოლოო მოქნევას ავარიდოთ თავი. დღეისათვის ამით გემშვიდობებით, მაგრამ გვინდა შეგახსენოთ, რომ მომდევნო გადაცემებში ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში ხანჯლით ბრძოლის სხვადასხვა სპეციფიურ სკოლებზე საუბარს, მათ შორის ხევსურულ სკოლებზე, სვანურ სისტემებზე, ხანჯლის ტრიალის და ბრუნების მიმდინარეობებზე, ყამის, ბებუთის, დანების, ხმარების სხვადასხვა ტრადიციებზე.